აი გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? ჩვენ კარგად ვართ. ესე იგი, ქართველებიდან ეფშტეინში მოხვდა ორი ადამიანი, დავიწყოთ საინტერესო თემით. ერთი არის სააკაშვილი, რომელმაც მოიწონა ეფშტეინში მოხსენებულია და მეორე მენდუკიძე. მენდუკიძე გადასვლილია და ამიტომ ბევრი არ განვაგრძოთ მასზე საუბარი. არამე სააკაშვილის. სააკაშვილი როგორ გამოეხმაურა, ეგ იყო ძალიან მაგარი, მართლა კიდე ერთხელ ალბათ მე მილიონედ გამართლა ის უკვე ფოლკლორად ქცეული ანდაზა მასზე, რომ სააკაშვილი ის კაცი არის გასვენებაში რომ მიცვალებული უნდა იყოს და ქორწილში პატარძალი. პატარძალი. ამ ტიპმა თქვენ მინიმუმ პატარძალი. ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ ფიქსირდებით, რომ ვინც კი ეფშტეინის ფაილებში ამოვარდა ყველა თაობეთ სიწყევლის, მე არ ყოფილა, რომ ანუ ვიღაცები ამოვე რომ მე არ ყოფილ ბილ გეიტსმა მაგალითად გააძრო, არა მე არ ვარო, თავის თავს უგზავნიდაო მაგასო და მარიაჟობდაო, რომ ვითომ ბილ გეიტსთან სამაკო კომუნიკეო და შვედეთის მე მგონი და მიშა გამოვიდა და კიო მე ვარო და თანო ჩემი თო მარიაჟობდენო ბიჭო, რომ მე მიცნოდნო ანუ ჩამოთვლილი არის ეგ მაშინ უკრაინის მე მგონი იანუკოვიჩი, ყირგიზეთის პრეზიდენტი და მეოთხე აღარ მახსოვს დეივიდ ბლეინი არის ძალიან ცნობილი. იანუკოვიჩი იყო მაშინ. ხო მე მგონი. დეივიდ ბლეინი. არა, იანუკოვიჩი. არა, იანუკოვიჩი ორჯერ იყო. მაშინ იანუკოვიჩი იყო, მეორჯერ. დეივიდ ბლეინიაზე ხართ? დეივიდ ბლეინი არის უსუაჟესი მეჯიშენი რა, ილუზიონისტი. Und მაგის კერძო მომსახურება, რაზეც მანდ არის საუბარი. საშუალო ჯდება $9 მილიონი. გადახდილია. რა თქმა უნდა, გადახდილია და ხა იქ მე ეფშტეინის ფაილებში მარტო დეივიდ ბლეინის გამო ვერ მოხდებოდა, ხო? სხვა რაღაცეებიც ემატება. ძალიან მართალი ხარ, ძალიან საინტერესოა. ლაშა ბუგაძე გავშვით. უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენ პოლიტიკური პრობლემის წინაშე ვდგავართ და არა ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე. აი შეიძლება ცოტა უცნაურ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ ავტოკრატია, როდესაც კეტავს და როდესაც გზღუდავს და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვიბომბებით, ვიმეორებთ, აი ამ წარმოუდგენელი რაოდენობის დამსტრესავი ინფორმაციით, ჩვენ განცდა გვიჩნდება, რომ ვართ ისეთ გაჭედილობაში, სადაც კვანძის გახსნა არასდროს არ იქნება, რაღაცა შავ ხვრელში ვართ. ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ აპათიაში ვარ. რა დაიწყო? მე შავხვრელში არა, საჯდომში არის. და ეგ ინფორმაცია, რომელზეც ლაპარაკობს, რა არხზე ძის ეგ არხი და იმის თანამეინახე არხები ავრცელებენ და არა, უყურე ეს ასაბოს, ცი, უყურე მე ამათი მესმის. მართლაც სწორია, თქვენ ბაბლში ხართ, აპათიაში ხართ ბაბლში და რატო? მოდი ჩამოვთვალოთ. თქვენ დაიჯერეთ, რომ უკრაინა იგებს. თქვენ დაიჯერეთ, რომ სახელმწიფო სუსტია და 4 ოქტომბერს გქონდათ იმის იმედი, რომ მოაწყობლით აქ აპოკალიფს და დაამხობლით ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა. თქვენ გჯეროდათ, რომ პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების გზით გადააყირავებდით ხელისუფლებას. თქვენ გჯეროდათ, რომ უამრავი ადამიანი გიჭერთ მხარს. თქვენ გჯეროდათ, რომ რა ვიცი, სიგიჟეებისა, ჯერ მარტო ნოდარა მელადერასაც გინერგა თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე, რომ ზღვას ჩასკეტავს და ზღვას ითვისებს და ასე შემდეგ. აი სიგიჟეების რომ გჯეროდათ და რომ ღრმად შეტობეთ ამაში. მაგიტო ხართ აი ამ ფსიქოლოგიურ ხვრელში, საჯდომში და ეხა გეწებათ თქვენ, ხო იცი, დეპრესიასაც და სხვადასხვა მიღების სტადია აქვს. ეხა ეწებათ სასოწარკვეთა რა. აი ეგრე. ჯერ ეგონათ რომ მიშა უშველი დათ. კი ბატონო. მიშა ჩამოიპარა და გაისროკა. მე ეგონათ რომ რუსეთ-უკრაინის ომი უშველი და ჩვენ შვიდობა შევინარჩუნეთ და ეგეც ჩაეფუშათ. ეხლა ალბათ იმ ილუზიაში არიან რომ იქნებ რაღაცა ამერიკის ფლოტმა დაბომბოს საქართველო და მაგ ილუზიაშიც ვერ იქნებიან რა თქმა უნდა ბედნიერები არ მოხდება. თვითონავე დაждდა ამერიკული რაღაცა საჭიროების გამო დასაბომბად არა და გამართეს ზეიმი, რაც ცოტა უნდათ, რომ აი ხა თითქოს ამ თვითონავან ჩამოიყანა მწვანე ბერეტები და ისინი აიღებენ ხელს ძალაუფლებას. აი დაახლოებით განცდა აქვს რა. და ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რო შეხვდა ამერიკის მე მგონი გოსდების კი ბატონო გოსდების ოფიციოს თუ სახტებ ხო გოსდების სახტებ შენ როგორც რუსეთურს გოსდები უფრო გიხდება მაგაზე ნახე სისხლი როგორ ყوارეს ნახე და ამიჭეს ცოტა ხანში ნახე სისხლის ყვა ნახე მაგაზე არა რა
ანუ ერთი ამბავი წავიდა რას ფიქრობთ რის გამო შეხვდა ვაი და ხო არ ლაგდებიან ვაიმე იქნებ რაღაც არტყას სახეში ან მართლა ეგეთი გოდება მიდიოდა იქიდან ცემის ხმა გამოდიოდა ხო არის გიჯები არა კიდევ ლაშაბუღაძე ო აბა პოლიტიკოს სხვა რა მოწადა აქ ხო თუ იქნება შესაძლებლობა რასაც ქოცი არ გააკეთებს რომ რეალურ დებატებში დაუსხდნენ ოპოზიციონერები რომლებიც ინტელექტი ენით პოლიტიკოსმა ყველა ეს სივრცე უნდა გამოიყენოს კაცო აბა პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს დაარწმუნოს კეთილ როგორ თქვა შეაყვაროს და მოაწონოს თავი ადამიანებს ხო ეს და თვითონ რატო არ მოხდა? აქაც ზადნის აძლევს. თვითონ მაინც თქოს, ვაი მე დავჯდები დებატებში. მაგაზეც ზადნის აძლევს. ის აქციაზე და იმაზე გასვლაზე ხო აღარაა ბაზარი. კარგი, მარტო Facebook პოსტი და ამ თავისი უსაფრთხო ეთერითაა შემოფარგლული, ჰა? ბუღაძეს დავჯდები? ნუ აი ხა აი რა მართლა, ნუ აი. უნდა დავჯდეთ. კაი, დავჯდე. მაგას კუჭის ოპერაცია გაკეთებული და იქ დაარტყი. ხოიცი კინო გაახანახი 4 შარვალი და 1 ჩიტის კაპ. როგან კარი გამაიყვანე და ეგრევე ზადნის რო აძლევს. მაგას კუჭის ოპერაცია გაკეთებული. ნუ ბუღაძეს რა უნდა უთხრა? ბუღაძე არის აი მამამის დაუჯდე. მამამის შეგაში. მარა შემაშიდოს ხო? ადაკოაპა. მამამის რო მოლოდინი დებატები დაიწყო. ეს რომ მოდის მაგრამ შაშუნის. ხო, სერაპი. მორჯივით რომ რაღაცა გითხრას. შენს მაგრატლით მიდიდა მწკაფეგა. აი ეს აი ამ დონის დებატი. ტერორისტული აქტი ჩაიდინა პირდაპირ ესე ამანი შეახტი. როგორ გაუბანზეთ იდეა? ჩვენ აქედან აუპასუხეთ მაკრატლით მოაჭერე და ასე შემდეგ. თაკო ჩარკვიანი რომელიც რა ვიცი აბა, დიდი ხანი არ გაგიშვია. საქმე ის გახავთ რომ მე მუდამ ერთობის მომხრე ვიყავი და ვარ თქვენ იცით 2018 წლიდან ძალა ერთობა და თუ ვინმე არ ღვევდა ერთობას ხან ბოკერია იყო ხაზარაძეც მაშინ სალმეზურაბიშვილს ემხრობოდა საპრეზიდენტო არჩევნებში ამიტომ მე არ ვიცი ისინი რა ერთობაზე საუბრობენ იცით ჩვენ ისინი საუბრობენ ხოლმე ერთობაზე იტყვის მაგალითად ხაზარაძე რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ და ახლა ნაციონალური მოძრაობა მე გამოუშვებს ნაციონალურ მოძრაობას სულ საუბრობდა ძალა ერთობაზე ხა ვერ წავართმევთ ამას ხო მე პირადად მათ მთხოვეს და დამპატიჟეს 2018 წელს და რამდენად გამოვა ეს ერთობა რამდენად გამოვა ეს მე ვერ გეტყვით რამდენად კიდევ არ უღალატებს იმ ერთობას აი ესეთი ცრუ ტიპები როგორც ხაზარაძე და ბოკერია არ ვიცი ბოკერიამ რო უღალატოს მაგერთობას რა პრობლემა ბოკერია არის სტატისტიკური ერთეული აი მაგალითად მინუს ბოკერია და პლუს ბოკერია ერთობა თუ გენგრევად მაშინ არ ყოფილა ეს თლად მაგარი ერთობა და ინტერნეტში არის გავრცელებული ვიდეოები 10 თანამედროვე სპეცსაზმელი 50000 ვიკიპედიის წინააღმდეგ 500,000 ზომბი იმების წინააღმდეგ 5 ციკლობის აი ერთი საშუალო საზოგადო კანტონი ოკალაკი და მილიარდი ბოკერია აი დაახლოებით აი დაახლოებით ვიდეო აი და ბოკერია ძალა არის მკვდარი არა ბოკერი არა არის კიდე რაღაცა აყროლდება მაინც და ეს ვერ ხროლდება ეს არა სანამ შერგო ბოკერია იქამდე იცოცხლებს არა სხვათა შორის რა არის ერთი კაი გამოთქმა რომ შეხედე მკვდარი შეიძლება წამოაყენო გაასეირნო დააჯინო მე თუ ბაბატია და აღსდგეს შეიძლება ნუ ეგ ბაზარე მოკლედ პრაქტიკაში რაც გვაქვს ის მკვდრები მაქსიმუმ შეიძლება წამოაყენო მაგრამ გაცოცხლებით ვერ გააცოცხლებ და ხო ბოკერიას ვერ გააცოცხლებ რა რჩება ანუ ჩერგო ცდილობს ბოკერიას გაცოცხლებას წამოაყენა დაბანა დეფიბრილატორი გინებით ხალხს მაგალსაც კოპროფილია აბა მიდი მოუარე ვაგდენი ხანი კოპროფილია ხო არის ეგეთი კაპროფილია თუ კოპროფილია არის აუთხოვეროებს რო იგინები არა კაპროლალია არის ეგეთი აუთხოვება მეგობრებო რომ იგინები ტურეტის სინდრომი ვიცი ხო ტურეტის კაპროლალიაც არა სტრესის დროს სტრესის დროს ვერ იკავებენ მაგაზე კარგი ფილმი გადაიღეს ხო ჩვენს რა გაკეთე კი მე გაჩვენებ მოკლედ სტრესის დროს და ხანდახან რა ზოგადად რომ გინებით და ეგ ჭირს და დედას იგინება ბაზრის ქალივით დაჯარა ეგეთი ბაზარი არ არსებობს შეიძლება რამეს გაყიდის ხალხი ხო ეზის იქაც შეიგინება ხო და ნუ ამით ცდილობს რომ გააგვიძოს 90-იანში სვეჯი ბაჯი იქნებოდა
ა? რევანდელი შერგო 90-იანებში სვეჟი ბაჯი იქნებოდა. დაუშვათ აბა სანდრო რაქვიაშვილი. და ერთ სამკურა დავდიოდი მიტინგზე ხალხს მასშტაბში ველაპარაკო მიკროფონი მქონდა რომ ხალხს ნუ მოდი დაველაპარაკოთ დავუძახოთ პოლიტიკოსებს და ერთი ორი მომეყო საბაბოზე იყო და ჩერგოდეშვილი ვინც საერთოდ დათანხმდა რამე დისკუსიაზე იქვე ნუ როდესაც ხალხს არ შეიძლება ასე ჩხუბი რაღაცა რისკია ვიღაცას დაეჭერა ვიღაცას ცემენ რამეზე დაველაპარაკოთ ანუ ზოგადად პრობლემა ის არის რომ პოლიტიკურ სივრცეში არის დისკუსიები აი ხა ცოტა მოგანი სხვა ხზე დაიწყება დებატები რომელიც ამაზე ცალკე უნდა გქონოთ მე ზოგადად ეს პრობლემა იყო რა და ოპოზიციას თუ რამე ახლა აკლია არის დისკუსიები და დებატები და არანაირი გზა და არანაირი პროტესტი ჩემთვის ხარ არსებობს ეს არის იმიტაცია და უბრალოდ ხალხის გასაჭიროება ეხა ეს გირჩი ხო გირჩი იქნება სწორად გირჩი ცდილობს რომ აი ამ სრული სიგიჟის პოლიტიკურ პროცესში დარჩეს და კაი პროცენტებს ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით თუ ესე გაგრძელდა და რო ჩაირეცხება ეს deep state-ის ოპოზიცია გირჩი ბარიერს ჩვეულებრივ გადალახავს ჩვეულებრივ უპრობლემოდ და შეიძლება კარგი შედეგიც გქონდეს არა არის მაგის განსხვავება თვალში საცემია კი ბატონო ეხა ნუგზარ ტიკლაური ხო იცი ვინც არის ბოცო კი ბატონო the boats უნივერსიტეტიდან ესენი არიან ზიგლავე ბიჭაშვილი სულიერი შვილები არიან მისი პოლიტიკური შთამომავლობა არიან და იმას კი არ ფიქრობენ რომ ქართულ ხალხს გაუწიონ ანგარიში პროფესორას გაუწიონ ანგარიში არამედ ფიქრობენ რომ თუ არ იქნება ივანე ჯავახიშვილი მოვიყვან წითელი პროფესურის ვიღაც წარმომადგენელს თუ არ იქნება ვიღაც კარგი მეცნიერი მოვიყვან ვიღაცას რომელსაც მეცნიერს დავარქმევთ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის დისფუნქციური სახელმწიფოსაკენ თითქოს და მათ ეხლა აი რაღაც აჩვენებენ აქვს რაღაც სიმაღლე გავაჩეროთ პარასკევს შედგება შეხვედრა მინისტრსა და გპ-ისა და თსუ-ს რექტორებს შორის და პროფესორებს შორის და გაირკვევა ყველაფერი რასაც ამბობს ჩვენი პრემიერი არის გუშინაც თქვი და დღესაც ვამბობ არ შეიძლება ამდენი უმაღლესი სასწავლებელი როდესაც ჩვენ არ აგვაქვს ფული მithumetes ტექნიკურ საგნებში რომ მოვამზადოთ ხალხი დაბრუნდეთ საბჭოთა კავშირის დროს უფრო ნორმალურად და კარგად იყოს საქმე. ანუ შენ საბჭოთა კავშირის დროს დაბრუნებას კი უქადი მოსახლეობა ნეტა ისეთი განათლება გქონდეს როგორც მაშინ. აი ჩემ თავზე ვიღებ მაგას. და მე მახსოვს როგორ მასწავლდნენ სკოლაშიც და მახსოვს როგორ მასწავლდნენ ფიზიკის ფაკულტეტზე. მე ვერ ვისწავლე ვერ შევიშნოვე თორე. Never back to USSR no. კარგი. არა მე იმას კი არ ვაგონებ, რასისტებელია, მაგრამ ბიჭო, აკადემიურობა მოსგავდა იმპერიას. აი გაზევლაპარაკოთ, ხო, რა თქმა უნდა, საბჭოთა განათლების მოდელი იყო ბევრად უფრო წარმატებული. კაი შესფეროში რა. ბევრად უფრო დიდი მოაზროვნეც და დიდი მეცნიერიც და შესფერო რო ავიღოთ. ყიდოცოდება ნიშური პროფესია, ხო? კი. არსებობდა კურსი საბჭოთა განათლების შედეგი იყო. თეატრალური. კი ბატონო. იყო კურსი. კი. ნათი ამირეჯიბი ისინი ასწავლდნენ. კი, მაგრამ პერიოდიც სხვა იყო და ხალხიც სხვა იყო და ხო, სხვა ხალხი ასწავლიდა, თან ეგ იყო პრობლემა. დაასწავლიდა. პრობლემა არის დღეს. კი, კარგად ასწავლიდა. მე მაშინ ვინც ასწავლიდა ის თვითონ იყო მაგარი და იმიტომ გამოსდიოდა იმის მოწაფეს კარგი მე. გოგი ისეთი არ არის როგორც მაშინ იყო, ხო? გოგის ლექციები სხვა ჩვენ ძალიან საინტერესო იყო. არ ვანაყოფ. არ ხარ ნაყოფ, კი ბატონო. მაგითო მხარ. შენ არ ხარ შენ არ ხარ. უი, შენ არ ხარ საბჭოთა განათლების პროდუქტი. ხო? შენ საბჭოთა განათლების პროდუქტი რო იყო, ეხლა არ ხარ და მე აკრაკნა და იქ რასი დავდაო. კარგი. კი ბატონო, ნუ მე ესე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება რა. დიმიტრი ცკიძიშვილი, დიკა ცკიძიშვილი. მისტერ დიკ. არ მინდა რა არ გაუშვი. რა დიკ არის რა. ნიკო მანაგაძე ვინ არის? ეს დედა რო უარყო. გაუშვი. დედა რო ქოც იყავს და ოჯახთან აღარ მაქვს მაგის გამო ურთიერთობა. გაუშვი. მე ვფიქრობ რომ ის რაც ზოგადად ბოლო დღეების და ბოლო დროების განმავლობაში ხდება, ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ცდილობს რაღაც სხვადასხვა მხრიდან შემოგვიდიოს და ჩვენი დეზორიენტირება მოახდინოს ერთდროულად სხვადასხვა უმწვავესი საკითხის შემოგდებით. მე ვფიქრობ რომ ჩვენს მოხალხეებს უკვე ძალიან კარგად ესმით ის რომ არაფერი, რასაც აკეთებენ, არ იმსახურება იმ სახელს რასაც არ ქმნიან განათლების რეფორმა, განათლებას, გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობას და ასე შემდეგ. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი ემსახურება ამ რეჟიმის დიქტატორული ძალაუფლების გამტკიცების ამოცანებს.
მე მაგ რამდენი რაღაცა თქვა იმის შეშო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 šo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 
გამარტივად შეიძლებოდა ეს აზრი ზუსტად ერთ წინადადებაში. ხო, მაგრამ ჩვენ მე მაქვს იდეა, რომ ოქროს ასოებით არა, მაგრამ ლატუნის ასოებით გრანიტზე ამოვკვეთოთ ამათი განცხადებები, როდის დამყარდა საქართველოს დიქტატურა. არ შეიძლება ფიზიკის კანონების წინააღმდეგობა 30-ჯერ დამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში. ან ეს პროცესი ჯერ კვლავ გრძელდებოდა. ხო, ნუ არა, აი დამყარდა. წნილს უკვე ვეღარ დაამწნილებ, ხო? ხო, აი არ ვიცი, აი როგორ შეიძლება წვეთში 30-ჯერ ამათ გვარამიამ გაუფუჭა ეგ, თორე ესენი ხო, ესენი დიდი სიამოვნებით ეხა დაიწყენ ლაპარაკს რომ ყარდება დიქტატურა. გვარამიამ დაამყარა დიქტატურა 2013-დან უკვე. გვარამიასთან აქვს განსაკუთრებული უნარი რომ სახე მიიღოს ტრაგიკული. გახსოვს მაშინ რომ გამოვიდა დესამშობლოიზაციის ავტორი. დესამშობლოიზაციის. და სხვაჩვენს მიშა რო კვდებოდა რო იქნაო და რომ გამოვიდა ძალიან დამწუხრებული სახით რომ კუტი პროტონაფისო იყო. ამ მომენტში შემოკვეკუდარიაო რა. აი ხა ამ მომენტში. იმიტომ რომ ვერ გაიხსენაო. და მეორე დღეს მიშამ გალანძღა. მაგახოძე ვარო, აკასაც და ყველასა. კი ბატონო. ანადოლი გაუშვათ? გაუში, ხა. ჩვენ ხო ვთქვით რომ არ გაუშვათ. ხსნილია ყველაფერზე. მიდი აბა. ბევრი ხალხი უმაღლეს განათლებას ვისაც უნდა ვერ მიიღებს. ეს რას ნიშნავს? მზადდება შესაძლებლობა უფრო შეღავათიანი ან ადვილად გამოსაყენებელი სამუშაო ძალისა, რომელიც ვერ სწავლობს, რას აკეთებს, მიდის ბაზარზე, სადაც ელემენტარულად ანაზღაურება არანორმალურია, ხო? ამას თუ იმას დაუმატებთ, რომ ჩვენ შესაძლებლობა დიდი შანსია რომ არ გქონდეს, რომ ადვილად ვიმოგზაუროთ ევროპაში, ეს არის მომზადება, ეს არის ყმების მონას არ ვიტყოდი. ეს არის ყმების თაობების მომზადება და ვფიქრობ, რომ ადამიანები დაფიქრდებიან ამაზე. ტაში ქალებო, ჩემი მაზლიც ეყვა. კაი, მოდი ავიღოთ აქამდე მოკლედ ანადოლიძეს მინდა უთხრა ვკითხო, რომ არის ესეთი საოცარი ქვეყანა, ჩინეთი. არ ვიცი ანადოლიძეს რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთთან. თინახიდაში რომ ჩინეთს ებრძვის ვიცი. ტაივანი აფინანსებს. და საუბარია იმაზე, რომ ჩინური უმაღლეს სასწავლებლები იმას უშვებიან ევროპულ და ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებს და გადიან ძალიან მოწინავე პოზიციებზე. მას შემდეგ რაც ტრამპმა საერთოდ უცხოური სტუდენტების მიღება აგზავნა, ხო მით უმეტეს. აი, ოღონდ ჩინეთში არის კომუნისტური პარტია. დიახ, არანაირი დემოკრატია და პლურალიზმი იქ არ არის. და ანუ განათლების მიღება, წარმოების განვითარება, როგორ არის კავშირში, აი, რასაც ეს კალი ამბობს, ხო? რატო არის აი ესეთი დებილური ლიბერალო ცენტრიზმი? თვალები რატო არ აქვს ახელილი? ჩინეთი არის ყველაზე ნათელი მაგალითი, აი ჩინეთი ხო ყველაზე ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება განვითარდეს ისე, რომ დასავლური ლიბერალური დემოკრატია არ გქონდეს. ხო, მაგრამ ანუ ესე იგი რა გამოდის, რომ ანუ არსებული საგანმანათლებლო სივრცე იმდენად ძლიერი იყო, რომ მას არ შეიძლება რომ რაიმე კორექტივას დაექვემდებარო, რომ ძალიან კარგი სპეციალისტები. ანუ ესე იგი ჩვენ დაუბადეთ შექსპირი, რა ვიცი, დარვინი, მენდელეევი და რაღაც გვინდა? რატო ვცვლით რამეს? ისედაც წარმოებაში ისეთი ის მოდის, რა ქვია, განათლება, ისეთი მეცნიერება, რომ საჭიროა ჩინური მოდელი, ხო? აი აპრობირებული კარგი მოდელია ჩინური მოდელი, ავიღოთ რა. რატომაც არ ვიცი, აი წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ლიბერალური დემოკრატიის რატომ არის გასაგებია, გადახდილია ყველაფერი. ესეთი ფეტიში. როცა კრახს განიცდის უმაღლესი განათლება დასავლეთში, მიდის უკან, ჩინეთში მიდის წინ. ამას გამოკითხვები რანგირება უნივერსიტეტების ხო მეტყველებს ამაზე არა? კაი. აა ზედმეტი მოვინდომა, ხო? არა. კაი, ჟოფრეი გაუშვათ, ხო? დავით ზურაბიშვილი, აღარ არის ჟოფრეი. ჩვენ გულებში ჟოფრეი რჩება. საერთაშორისო წესრიგი მოიშალა, ამიტომ რა? აი დაუშვათ და მოიშალა. დაუშვათ და ეს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი კი არა, ნუ მართლაც აკრიზისია. იშლება ეხლა, მოდი შევთანხმდეთ. ოპა, შეთანხმდეთ. ცნობილი გამოსვლას რომ დავესესხოთ, სამყარო აღარ არის იგივენაირი. არა, ხოდა ეს არის ეს რა განცხადება, საერთოდ პოლიტიკოსი ამას აცხადებს, რომ მორჩა აწი ბესპრიძელია და მე რასაც მინდა იმას ვიზამ, ამას გვეუბნება. ტრამპს აკრიტიკებს? ალბათ. მე ანუ ეხა ეს რასაც ამბობდა, ტრამპს მიეკუთვნება. ტრამპი ამბობს ეგრე, რომ? რა ვიცი, მე ზვა. ჟოფრეი ტრამპს დაეტაგა?
ჯესეთ ეს არის პარტია, ეს აღარ არის პარტიაში და გასაგებია პარტიაშიც კი აღარ არის. ეს იყო პარტიის წევრი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენო ხალხს არ უყვართ, მაგრამ მაინც უნდა აგვირჩიონ, მაინც უნდა მივუნაწილოთ ქვეყნის მართვაში. დატომო, იმიტომ ჭკვიანები ვართ. ისინი დებილები. ანუ ესენი არიყვნენ, მაინც რაღაცა მინდა იმას ვამბობ. ჩვენ უნდა მართოთ. მე რა მეტრეველის პოსტი გავუშვით თუ შეიძლება. ეს აქციაზე შვედეთის დროშაც გამოჩნდა, ხო? შვედეთის დროშით გავიდა. მაგარია. შვედეთი რატო? რა თქმა უნდა, ჩვენ არა, იმიტომ რომ შვედი დეპუტატი რო გამოვიდა. რა თქმა უნდა. სვენგორანერიქსონი. ნათელში იყოს. შესულელი. ნათელში იყოს იგوار სვენგორანერიქსონი. აგრეთვე. და ირაკლი კირცხალიას რო გამოეხმაურა, ჩვენო კამიტით მაინც არ წამლავთ. ხალხს. და იქ საშინელებები რო ხდება, არ იციან? გური დაუშვი შვედეთის ამბები. შვედეთი რა ხდება? დავაი და ვინაიზრე რავა მაჯიდიო და კირცხალია მართლა რაც ილაპარაკა. ვიღაცებმა რატო ვერ აღიქვეს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ შვედეთი ჯერ კიდევ ახსოვთ როგორც მოწესრიგებული უსაფრთხო ქვეყანა. ნოკია არა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მოწესრიგებული უსაფრთხო ქვეყანა რა, შვედეთი ჯერ კიდევ ნოკია ის არ არის ფინეთია. მაინც ესე იგი ალბათ 2015 წლის შემდეგ ისე რადიკალურად არის მაგ მიმართულებით შეცვლილი, რა ვიცი, ალბათ არის 30-მდე, 50-მდე ესეთი სადაც არ უნდა წახვიდე ეგეთი ზონა ქალაქებში უბნები, ხო? რატო რომ წახვიდე რა ხდება? რავი, აფეთქებენ, ისვრიან და პატარა ბავშვები კლავენ იმას, ვისაც არ განხორციელდება სიხლის სამართალი 13-14 წლამდე ბავშვები, პირდაპირ 30,000-ად, 40,000-ად კლავენ. დოლარად რა, კიდევ უფრო დაბალი სტავკებიც არის. უბნებიც ვიცი დაჟერობენ, ამყოფიც ვარ რა ერთ ორ უბანში და მალმო ვაფშე რა არის გადაცემული. და ძმაო, მანდრო გენგების ის არის დაპირისპირება. მართლა? აუ, როგორ იცი? პოლიცია ვერა. თან თვითონ ეს გენგები ლაპარაკობენ ამერიკულ ფილმებში რომ ესე ისვრია და ჩვენო ესე კი არის, იმენა სწორად ვისვრითო. ვაფშე, ტყვიაში ვარ. პოლიცია არ არის, ხო, ადამიანის უფლებებმა შთანხმება. არა, ბიჭო, არის, მაგრამ ძალიან უცნაური პოლიცია არის. კიდე იქ არის თუნ რაღაცა ეს ევროპული რაღაც იდენტობის კრიზისი ემატება. ის ფილმიც ხალიფატი იყო ეგეთი ფილმი რა Netflix-ის სერიალი და ეგეც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. შვედი გოგოები ოცნებობენ რომ რაკას ჩავიდნენ და გახდნენ მეოთხე და მეხუთე ცოლები. იმიტომ რომ იქ მოძებნიან ჭეშმარიტებას. აი ისში და წავიდნენ და რო ნახეს მე რო ადიელები და ლიტები და მთლად ისეთი კულა არ არის. და მართლა რომ წაწყეს და წამოწყეს. ვაუ, ეხა აღარ გვინდა გათხოვება. ხო, ანუ რო ნახეს რეალობა როგორია რა და იქიც ძალიან შვედეთი ძალიან ისე თან ესენი ეს იმაზე წუხარ რომ რასიზმია მოკლედ რა ისეთი არეული ექვეყანა რომ მაგის დაალაგებას მაო მაშინ მე პესიკი ვერც ვერ აკეთებს. თუ და ნუ რა ვიცი. არა, მართლა დარხეული გეუნები. კამიტის მოგონილ თემას რო ხვდენიან, რომელიც არ ფთარ დასტურდება. მაგათ უდასტურდება წინდაცვეთა ხალხის და მოსახლეობის და რა ვიცი. წინდაცვეთა სტერილიზაცია. ეგო გუშინ მე მგონი იმას. ვის შვედები იყვნენ პირველები ოღონდ. მაგ სკანდინავიის კამანდაში, დანიასთან და იმათან. სად ხდება ეგ? შვედეთში 90 რატო სტერილიზაცია რატო გააკეთეს? იმიტომ რომ ლამაზები და შეძლებულები დარჩენილი იყვნენ მარტო. ხო, უფსალას უნივერსიტეტში შეიქმნა. მართლა? შობადობის შესაძლებლობა ჰქონდათ მარტო მოხოციდეს. გრენლანდიელებს მაგათაც კაცო. არა ბიჭო, შედარება არა, ამათმა გაასტერილეს 100,000-მდე კაც, იმათმა ცოტა. რა შედარება, ესენი ვაფშე ეგ თეორია ერთ-ერთი რომელზეც ჰიტლერი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ეს რა ქვია რასობრივი ბიოლოგიის უფსალას უნივერსიტეტში შეიქმნა 30-იან წლებში და შემდეგ ეს ევგენიკა დაიხვეწა და 80-იანების ბოლომდე 90-იანების დასაწყისში სტერილიზაცია ხორციელდებოდა რა. აი ადამიანს როგორ ასტერილიზებენ? ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ისე ფილმიც არის. მიდიოდა ხალი მაგალითად გინეკოლოგთან. ხო, იმის მე ანკეტა და როგორ წვეთდნენ რომ ამას ამ ხალხს ბოლში არ ეყოლა. ღარიბი თუ იყო. სოციალურად დაბალი ფენა არის, დიზაბილიტის კიდე რა ქვია? ეს მივიდა ჩეკაპზე. ხო. დიზაბილიტის ანუ შიშიმ პირები. იგებს სადღაც 40 წლის ასაკში.
რატო არ მიჩნდება ბავშვი ვერ უძებ აღმოჩნდა ვინმე თურმე დასწრებული იმიტომ რომ ლამაზმა შვედმა გადაწყვიტა რომ შენ არ იყავი ლამაზი მე პირიქით დაემართათ ხო მე გადავიდნენ ძალიან დიდ ბოდიშებს და დაანგრიეს ოღონდ მე ამ ბოდიშებმა ისევ არასწორი პოლიტიკა მოიყო ბოდიშს უხდიდნენ უკვე ვიღაც მიგრანტ ტერორისტებსაც და ყველას და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ეხა არის პოლიცია მაგარ ხოცეა, მაგრამ ვეღარ ხვდება უკვე რა ქნას, როგორ ქნას, იქ არიან მესამე თაობის რომლებიც შეიძლება ენა არიციან, მაგრამ ვიზუალურად სხვანაირად მოკლედ ვაფშე არეულია რა ყველაფერი და თან პრემიერ-მინისტრმა რა ქვია მაგას ის ხო ითხოვა რომ ჩვენო არმია მანდარი ნახე როგორი ეს კარგი არმია ყავდა ხო და ჩვენო არმია უნდა დაგვიდგესო რა გვერდშიო ყავდა კარგი იარაღის წარმოებელიც არის კარგი ეს შვედს ინდუსტრიელი მაშინ ვინც ლაპარაკობდა ის იყო პარლამენტში თუ არ ვცდები მესამე პარტია კოალიციაში და იქ ესე იგი შტოები დანაწილებულია და ამან მიმართა რა ჯარს რომ მოკლედ უნდა დაგვეხმაროთო რა გენგებთან ბრძოლაში ოფიციალურად გამოაცხადა და პერ კაპიტაზე თუ არ ვცდები რაღაცა მექსიკის რაოდენობა იყო რა იქ ეგეთი რამე აი არსად არ ხდება მალმო არის ნუ ტოპ ქალაქი ვაფშე საოცრებები ხდება ჩვეულებრივი რა შევადრებთ ჩიკაგო ძველი ან რაღაცა ისინი რო არის ხო იცი გეტო რა მაგარი გეტო და ეხა ჯვარი წერე ჩვენ მართლა არ გვაქვს რა მაგათგან მისაკეთება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფუნდამენტური პრობლემა აქვს მართლა აი კრიზისი არის კი იმენა ფუნდამენტური კრიზისები აქვს რა ეს ყველაფერი ტრადიციების დაკარგვა და ასევე მანდარი ერთი უცნაურობა cashless სისტემა არის მთლიანად რა აუ ვერ გადაიხდი ვერსად ვერ გადაიხდი და ბანკშიც ვერ შეიძლება თუ არ არის დეკლარირებული არასრულწლოვანს უნდა დააბრედინო აბა იმათაც ბარათი თუ ხო და ეხა ნახე რა ხდება რომ cashless სისტემა ხო არის და შენ წარმოიდგინე ოღონდ cashless სისტემა არის იქაც კი რა ქვია აი აფთიაქშიც ვერ იყიდი აუ ვერაფერს ვერ იყიდი რა რაღაც სუვენირების მაღაზიაში თუ იყიდი რამეს ისიც ის და თანხასაც წესიერად ეხა ბანკში თუ წარმომავლობა არ ფიქსირებს შენ ხვდები რა მექანიზმებია მან შავი ფულის კრიპტო ხვდები ვაფშე ალბათ ნახევარი ეკონომიკა შავზეა გადასული. კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ და ძალიან საინტერესო ხვალ ცოტა გვიანი ეთერი ხვალ ცოტა გვიანი ეთერი კი ბატონო ნახვამდის ხვალ